სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთს არც დაიღოს ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო ეს წმინდა სახარებამ ჩვენ მოგვითხროების შესახებ თუ როგორ განკურნა ხოლო შემდგომ დააპურა მაცხოვარმა და უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ 5000 ადამიანზე მეტი კაცი. წმინდა წერილი ბრძანებს, რომ შეეწყალა შეკრებილი ერიო მაცხოვარს და განკურნა სლეუს ნეულებათა მათგანო. შემდგომ წარმოვიდგინოთ, რომ წარმოვიდგინოთ ზოგადად ეს მოვლენა. სახარება ამბობს, რომ 5000 იყოვო მამაკაცი დედების და ბავშვების გარეშე, ანუ თვინიერ დედათა და ჩვილთავ. ყველაზე ნაკლებიც რომ ავიღოთ მესამედი ვიღაცა მეუღლესთან მოვიდა, ვიღაცა შვილთან მოვიდა, ვიღაცა მთელი ოჯახით მოვიდა, ვიღაცა მარტო იყო და მესამედიც რომ მინიმალური ციფრი, იმიტომ რომ ხო იქნებოდა იქ მრავალრიცხოვანი ოჯახიც, იქნებოდა ორშვილიანიც, სამიანიც, შეიძლება ყოფილიყო მეტიც თავად და დაახლოებით მესამედი რომ ავიღოთ, გამოდის რომ მაცხოვარმა დაახლოებით 8000 ადამიანამდე დააპურა. მაგრამ ამ დაპურებას უძღოდა წინ განკურნება. რამდენი იყო ამ 8000-დან სნეული? ძნელი სათქმელია. იყვნენ ისინიც ალბათ, ვინც მოყვა თავის ავამყობს, ვინც დაეხმარა მოსვლაში ავამყობ ადამიანს. მაგრამ მაინც ხომ რამოდენიმე 1000 გამოვა ამ განკურნებულთა რიცხვიც. ანუ ქრისტემ თავისი ღვთაებრივი ძალით, სიტყვით თუ შეხებით ერთდროულად რამოდენიმე 1000 ადამიანი განკურნა. და ამის შემდეგ მოწაფეები ეუბნებიან მას, რომ საღამო ახლოვდება, მალე დაღამდებაო. თქვენ იცით, ჩვენთანაც საქართველოში და ზოგადად აღმოსავლეთში ესეთი წუხრის ჟამი არ არის დიდი ხანი, ცოტა ხანია საღამო და მერე ერთიანად იწყებს ჩამოგნელებას. და ეუბნებიან, რომ წუხრი მოახლოებელ არისო და დაღამდება მალე და ეს ხალხი წასასვლელი არისო და განუტებოდ ესენიო რამე თუ მშიერნი არიან. მაცხოვარმა უთხრა, თქვენ ეცით მათ საჭმელი. და მოწაფეები პასუხობენ, არაფერი არ გვაქვს ჩვენ, მხოლოდ 5 პური გვაქვს და 2 თევზი. ანუ თვითონ ქრისტეს და მისი მოწაფეების იმ წუთს მათი საკვებიც მწირე იყო. 12 ადამიანს იყვნენ და ეს 2 თევზი და 5 პური მათთვისაც უნდა ყოფილიყო დამაკმაყოფილებელი. და ამიტომაც გაიკვირვებს მათ, ჩვენ როგორ შეიძლება დავაპოროთ
ეს ადამიანები. მაშინ მაცხოვარმა უთხრა მათ, რომ დასვით ესენი და კაცადიო, ანუ რიგებად ეს ადამიანები მოციქულებმა დასვეს, მაცხოვარმა აღიხილნა თვალის ზეცად და აკურთხა პური და აკურთხა ეს ორი თევზი. და როდესაც დაურიგდათ ყველას ამ თევზისაგან და პურისაგან წილი და დაასრულეს საკვების მიღება, მათ აიღეს ნამოსრევი 5 გოდორი. ანუ დარჩენილი, რასაც ქვია ნატეხი, რომელიც იყო შეკრებილი ამ საოცარი სასწაულებრივი ტრაპეზის შემდეგ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ ხდება. მაცხოვარი ეუბნება თავის მოწაფეებს და აჩქარებს, რომ სწრაფად უნდა გავიდნენ და ჩასხდებიან ნავში და გაემართებიან გალილეის ტბის მეორე მხარეს. ჯერ ეს სურათი წარმოვიდგინოთ, როგორც მოგახსენებთ განკურნებისა რამოდენიმე 1000 ადამიანის. შემდგომ ამ რამოდენიმე 1000-ის დაახლოებით, როგორც თქვით, 8000-ის დაპურება ამ 5 პურითა და 2 თევზით. ხილული სასწაული, რომელსაც ესწრება რამოდენიმე 1000 ადამიანი. ამ ყველაფრის შემდგომ თავისთავად მოყვებოდა ზოგი მადლიერი იქნებოდა, ზოგი იტყოდა, რომ ეს არის მესია, ზოგი იტყოდა, რომ წინასწარმეტყველი და ღვთისკაცი. და ებრაელთა ერი მომლოდინე მესიისა და მესიასთან რა აკავშირებდნენ ამ წუთის სოფელში კეთილდღეობას და სიძლიერეს და სხვა დანარჩენ ერებზე მათ აღმატებულობას, ამ სასწაულის შემდგომ თავისთავად ქრისტეს არათუ აღიარებდნენ, არამედ კიდევაც მოინდომებდნენ, რომ დაესვათ მეფე ისრაელისა. და ეს ჩვენ გვახსოვს იერუსალიმში დიდებით შესვლის დროს და სხვა ადგილებშიც არის, რომ ერი უწოდებს მას ძეო დავითისო, უწოდებს მეუფე ისრაელისა. და აი მაცხოვარი ამას მიიჩნევს სრულებით არასაჭიროდ, არა შესაფერისად და სათანადოდ. და რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დაკავშირებული არა სულიერთან და ზეციულთან, არამედ ხორციელთან და მიწიერთან. რამე თუ ეს კურნებაც და ეს დაპურებაც ეკუთვნის ხორცს, კი, როდესაც ხორცს ტკივა, მაშინ სულიც იტანჯება. მაგრამ ის, ვინც ამბობს, რომ ნუ ზრუნავთ
რა ჩაიცვათ და რას ჭამოთ, პირველ რიგში ადამიანისაგან ელოდება, რომ ადამიანს ექნება სულიერი მისწრაფება და ეს სულიერი მისწრაფება და სულიერი ზრახვა ადამიანისათვის იქნება აღმატებული ხორციელ, მატერიალურ და ამ წუთის სოფლის ზრახვებზე. ამიტომაც მაცხოვარი გაურბის ამ დიდებას, რომელმაც შეიძლება დააკავშიროს ასეთ ხორციელ ქმედებასთან. თუმცა აქვე ვხედავთ, რომ ქრისტეს ზრუნავს ადამიანთა განკურნებაზეც, რომ შეუმსუბუქდეს ადამიანებს ტკივილი ხორცისა, ის წამლობს კაცს, კიდევაც აპურებს და საზრდოს აძლევს საჭიროებისაებრ ადამიანისა, მაგრამ მისთვის ყოველთვის სულიერი ზრახვა და მისწრაფება ადამიანისა არის აღმატებული ყოველივე ხორციელზე. და ამიტომაც ის თავის თავს განაყენებს, თუნდაც ამ დიდი სასწაულისაგან ის არ ელოდება არან და არ სურს, რომ მოხდეს მისი აღიარება. ძალიან იოლია, წარმოვიდგინოთ ახლა მოვიდეს ვიღაც ადამიანი, მოიტანოს 2 პური თქვათ თუ 3 და ეს სასწაული, რომელიც მაცხოვარმა ძალიან ჩუმად გააკეთა, არანაირი აჟიტირების ან წარმოდგენის მეშვეობით ვიღაცამ რომ მოიტანოს 2 პური, ჩვენ თვალწინ აკურთხოს და ეს 2 პური ყველა ჩვენთაგანისათვის იყოს საკმარი, იყოს დამაპურებელი, ანუ ჩვენ შივრები ამით დავუბრუნდეთ. ჩვენ ხო ვიტყვით ამ ადამიანზე ეს როგორ გააკეთა, სასწაული მოახდინა. ნახე შენ, როგორი მაგარი ყოფილა ეს ადამიანი და აი ქრისტე ამას არ ელოდება, არც ითხოვს, არც ელოდება. ერთადერთი ის, რასაც ითხოვს და ელოდება, რომ ადამიანმა მისი სიტყვა შეისმინოს, რომ ადამიანმა მისი სიტყვით გულისხმა ყოს, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა, ქრისტე არის უფალი და ღმერთი ჩვენი და ჩვენი ცხოვნება, ანუ ჩვენი სულის მარადიული სიცოცხლე ღმერთთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ არის ქრისტეში შესაძლებელი და ქრისტეს სიტყვის აღსრულებით არის შესაძლებელი. ამავ დროს მატერიალურ თუ დავუბრუნდებით, ჩვენ დავინახავთ, რომ მაცხოვარმა საკვების რამოდენიმე ადგილას არის სახარებაში, საიდუმლო სერობაზეც. მაცხოვარმა სანამდე დაიწყო საკვების განყოფა და დაждდენა საჭმელად, აკურთხა საკვები. ანუ მან ღვთის დალოცვა მოუხმო საკვებზე ზედა ჭამის პროცესზე ღვთის კურთხევა, რათა იკურთხოს საკვები ჩვენი
ღვთისაგან, ამიტომ ჩვენ წამს რომ ყოველი დღე ჩვენთვის მოცემული პური არის ღვთისაგან. რომ ეს პური ნაკურთხი ღვთისაგან არათუ დაგვანაკლებს ჩვენ, არამედ ის ჩვენ მოგცემს ცხოვრებისათვის საჭირო ენერგიას. რათა ცხოვრებაში აღვასრულოთ სიკეთე და აღვასრულოთ ღვთის ცნება. ამისათვის გვჭირდება ჩვენ საკვები. და საკვები კი ადამიანი საკვებისაგან ღებულობს ენერგიას, ღებულობს ძალებს, ღებულობს ასე თქვა ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც, სიამოვნებასაც ღებულობს ადამიანი საკვებისაგან. მაგრამ თუ ადამიანს დაავიწყა, პირველად რისთვის არის საკვები? ანუ არის იმისთვის, რომ ეს სასიცოცხლო ძალები, ეს ენერგია მოხმარდეს ჩვენი სულის ცხონების საქმეს. ჩვენც ამიტომ ვიკვებებით, რომ ძალები მქონდეს, ვიშრომოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ვილოცოთ, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ. და საკვები არ არის მხოლოდ და მხოლოდ უკაცრავად რომ გავცხე და ესე იგი სიამოვნება მივიღო. აი ეს უნდა გვახსოვდეს ქრისტეს მიერ საყვარელი, რომ უპირველეს ყოვლისა ყველგან და ყველაფერში არის სულიერი და ღმერთი სულიერს ეძიებს პირველად ჩვენში და ჩვენთვისაც. და ამის შემდგომ არის უკვე სხვა დანარჩენიც, თუნდაც ჩვენი ჯანმრთელობაც. ჩვენ არ აგვაქვს სამწუხაროდ ის ძალები, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გადავიტანოთ ისეთი სულიერებით, როგორიც ეს წმინდანებს შეეძლოთ. და ხშირად ჩვენს, როდესაც ჩვენ სხეულებრივად დაავადებით, ჩვენი სულიც იტანჯება, შფოთავს და თუ გვინდა რომ ჩვენი ავადმყოფობა შემსუბუქდეს და იყოს გადატანილი უფრო იოლად, მარტივად და თუნდაც ნაკლები დროის განმავლობაში ჩვენ ეს ავადმყოფობაც უნდა მივიღოთ როგორც ღვთის ხელისაგან ჩვენი სულისთვის სასიკეთო. მივიღოთ დრტვინვის გარეშე, შფოთვის გარეშე, მივიღოთ ღვთის მადლიერებით და ავადმყოფობის დროს დავფიქრდეთ, რა არის იქნებ ისეთი რამ ჩვენში, რომელიც ამ ავადმყოფობას იწვევს. უპირველეს ყოვლისა სულიერად რა გვაქვს ჩვენ გამოსასწორებელი, რა გვაქვს ჩვენ განსაკურნებელი. იმიტომ რომ პავლე მოციქული ამბობს, ეს გვეხება ჩვენ ეკლესიის წევრებს, ეს არ არის ამას არ ვამბობ ადამიანებზე, რომლებიც ან ურწმუნონი არიან, ან ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, არ ურთიერთობენ ეკლესიასთან. პავლე მოციქული ეუბნება თავის სულიერ შვილებს, თქვენ ავადმყოფობთ და გვდებით კიდევაც იმიტომ, რომ უღირსად ეზიარებით. ეს ეკლესიის შვილებისადმი ნათქვამი სიტყვებია.
ჩვენი ავადმყოფობა რაღაც სულიერი მიზეზის გამო აქვს. იმის გამო რომ ჩვენ უღირსად დგევართ ღვთის წინაშე. და მაშინ აი ასეთი ავადმყოფობა პირიქით სასიკეთოა ჩვენთვის და მადლიერებით უნდა მივიღოთ და მადლობდეთ თუ უფალს, რომელმაც მოგცა ჩვენ შესაძლებლობა დაფიქრებისა, მოგცა ჩვენ შესაძლებლობა გულწრფელი სინანულისა და ღირსებით, ანუ სისუფთავით, თორე ღირსნი ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით, ვერასოდეს ვერ ვიქნებით ჩვენ. როგორც ხელმწიფენი იმისა, რომ ღვთის სიდიადეს წინაშე დავდგეთ გამართული ზურგით, ადამიანს ეს არ ძალუძს, მაგრამ ღირსებით რომ ვეზიაროთ, ანუ სისუფთავით, სიმშვიდით, მოთმინებით, მყუდროებით, სიყვარულით მოყვასისადმი, სიხარულით გულში. და მაშინ უკვე ასეთი ზიარება ყოველთვის იქნება საკურნებელად, სულისა და ხორცისა და საცხოვნებელად ადამიანისათვის. რასაც ყველას გისურვებთ ქრისტეს მიერ საყვარელი, ერთმა დაგლოცო, ღვთის მადლი და წყალობა იყოს თქვენთან, რაც და მარადის და უკულითი უკულისამდე. ამ კვირაში ოთხშაბათს არის ჩვენი პატრიარქის ანგელოზის დღე, ილიაობა. ყველამ თქვენს ლოცვაში ამ დღეს, სადაც იქნებით ოჯახში თუ სხვაგან, შეიძლება ტაძარში იყვეთ, ამ დღეს მოიხსენეთ ჩვენი პატრიარქი, შეავედრეთ ღმერთს, მისი ღერძელობა, ჯანმრთელობა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნა ჩვენი უწმინდესისათვის. დაალოცველი და გახარებული გავხდეთ.